გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, სალამი მოგესალმებით. აგერ რომ იძახდით რომ არაო და აგერ მოვიდა რა. ესე იგი ვერ დაამარცხეს სწრაფად ვირუსი, ხო? ბიჭო პირიქით ძალიან სწრაფად დაამარცხა. დაჟე. ძალიან. შეამას. კარგი. მოდი, მაშინ ლაშაბუღაძე დავიწყოთ. ახლა შენ მოხვედი პირდაპირ თათარიახი. კაი კაცი დავიწყოთ ვიდეო. სულ კაი ხალხია წარმოდგენილი სხვათა შორის. ნახე ქეთიდევდარიანი, ახობაძე, მურმანდუმბაძე, ბობოხიძე. რას ამბობ? ვირუსები არიან აგერ წარმოდგენილი. კი ბატონო. დავაი, გავიდა. მაინც პროტესტი არ ჩერდება, არის მარშები, არის ყოველდღიური პროტესტი, არის ამა თუ გნებავთ ინდივიდუალური პროტესტი თუ სხვა. ზოგადად ისიც მინდა ვთქვა, რომ ვინც აი ვთქვათ ერთხელ მაინც ვინც თუნდაც ამ ბოლო დღების განმავლობაში ყოფილიყართ მარშზე, აი ძალიან გირჩევთ, მართლა რომ არა ამ შემთხვევაში თუნდაც პროტესტის მიზეზით, არამედ ფსიქოთერაპიული მიზეზითაც მიიღოთ მონაწილეობა, მეტყვი რომ ძალიან სწორი და ბუნებრივი და ცოცხალი რამა. ან ცუდად ვინც ხართ ფსიქოთერაპეული. ეხა ბილეთებს გაყიდვა. არა, პრინციპი ვერ მივხვდი. ფსიქოთერაპია მარშიო რა. ანუ ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ მენტალურად თუ ხარ ცუდად, ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ მაგათ პატარა თავისი ილუზია უნდა შეუქმნა. შენ რასაც ამბობდი, სულ პატარა ქალაქი, პატარა გამზირი, პატარა მთაწმინდა ესეთი რაღაცები უნდა გაუკეთო, ჩაუკეთო და ჯიგრულად იქნებიან. მართლა ფსიქოთერაპეულად თუ გინდათ, კი, როგორ გადავამხეთ უკვე. კი, და მართლები ხარ და ევროპა მოვიდა. Goodbye Lenin ფილმი რო არა. ხო, აი ეგ და გაზეთები დაუბეჭდოთ. ის ხალხი გავაკეთოთ. აი, ხოვოთ მაგალითად სკამერებს რა, ვინც იმას ბანკების ინტერფეისებს რო აკეთები და ატყუებენ ხალხს, ამათაც გავაკეთოთ თავიანთ Facebook-ი, გავაკეთოთ რაღაც Facebook-ი. რომ ამათზე რო წერენ. კი. ილუზია შეუქმნათ, ვირტუალური ან სხვა ილუზია შეუქმნათ და ფსიქოთერაპეულიც იქნება. ქეთიდევდარია. კაია. რასაკვირველია დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ვინ და ელენე ხოშტარია ნამდვილად არის მორალური სიმბოლო და ნამდვილად კიდევ ერთი დიდი აბსურდია ჩემი აზრით, რომ ელენე რის გამო ზის დღეს რის გამო იხდის პატიმრობას, თუმცა მე მას ვთვლი საქართველოს მტრების დაუძინებელ მტრად ნამდვილად. ლაშა გაგაწყვეტი. ასე არა, მეც გიერთებით რასაკვირველია. და ნუ აი როდესაც ელენე ციხეში ხარ, რაზე ლაპარაკობ? უნდა ვთქვათ ერთი რამე, ორნაბიჯიანი ეს. ჯერ თავი არ დავიწყნა რომ ტყუილად რომ თავისით რამე შეიცვლება, აი ესე ვარსკვლავების განლაგებას ვერ დაველოდებით და ეს ვარსკვლავების განლაგება ასევე არის რაღაც დასავლეთის რეაქცია, რომ აი მოიცლის ტრამპი და ყურს აუწევს ივანიშვილს. აი ეს თქვენს პატრონს უბედურს. სად არიან ხდები? ლაკა ხოშტარია. ანუ ეს არაო. ანუ ლაკა ხოშტარია ყოფილა საქართველოს მტრების მტერი. ის ლაკა ხოშტარია, რომელსაც კრემლი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდის ფულს. სახელმწიფო რუსეთის სახელმწიფო. რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრემლი საიდან გადაუხდის? არა. რაც გულწრფელია რომ კრემლი მაგათ ხო გონიათ რომ კრემლი ჩვენ ვართ ყველანი. საქართველოს რომ მაშინ ეს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ერიცხება ყოველთვიურად მაყუთი. ჯიგრულად. ყოველგვარ ალბათ ყველაზე აბსურდული მიზეზით რაც შეიძლება ეგეთ დროს მოიფიქრო, რომ რუსეთის სახელმწიფო ვერ არღვევს კოპირაითის უფლებას, რომელიც რამდენი ათეული წლის წინანდელია? 1.40 მინიმუმ 40 წლის წინანდელ საავტორო უფლებებს ვერ არღვევს რუსეთის ფედერაცია და იძულებულია რომ ლაკა ხოშტარიას მის დაუძინებელ მტერს უხადოს ყოველთვიურად ფული. ხო. და ისეთი მორალური ავტორიტეტია და უნდა გამოვხდეთ ჩვენ, თორე ტრამპი ჩვენთვის არ მოიწონს. რუსეთს შეუძლია, ესე იგი ამათი აზრით ბოლო ატომური ომი წამოიწყოს და ხალხი ხოცოს, არა, ამათი აზრით ხო, მაგრამ არ შეუძლია რომ კოპირაითი და არ ოპოზიცია. არა, ეგ არ შეუძლია. არა, იქ რო ამბობენ რუსეთში, აბა კოპირაიტს ხო არ დავარღვევ. ხო და აი თემა რო დაიჯდეს რა, რომ ელენეს ურიცხვ. არა, ორი თემა რო განიხილებოდეს, რომ მცირე ტაქტიკური ბირთვული არ არის გამოვიყენოთ უკრაინაზე და კი ბატონო, დაბრუნდა, გამოვიყენოთ. კი, მაგრამ არა, არა უშავს გამოვიყენოთ და მეორე თემა არის რომ არა, საუბარი როა იქ ვიღაცა რო ამბობს ეს ტაქტიკური არ არის, მაგრამ ხალხი რო დაიხოცა. ნუ სხვა გზა არ გვაქვს და მეორეა რომ რუსეთი დავკარგოთ. ხო, და მეორე როა რომ ეს ელენეს რატო ვაძლევთ ჩვენ ფულს და არა, მე ზუსტად აბა გოფირაიტი. არა, მე მესმის, მაგრამ მაგის გადაწყვეტა, ისი ზუსტად როგორ მოხდა?
გიჟია. როგორ მოხდა? ესენი არიან გიჟები, როგორ? არ შეიკრიბნენ, ორ თემას წყვეტდნენ რა. პუტინი და ორ თემას წყვეტდნენ. FSB და გერეუ. პუტინი და გერეუ და FSB. სოლიკო ვერსალაძის საავტორო უფლებები დეკორაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეხადა თუ არა მათი დაუზინებელი მტერი ელენე ხოშტარიასთვის და მეორე. მაგრამ გზავერზე პოლონიუმით მოეწამლა თუ არა ნავალნი. და იმაზე მიიღეს გადაწყვეტილება რომ უნდა მოუწამლოთო და ამაზე თქვეს რომ ესეო ადამიანის ფულს ვერ დავარღვევ. ადამიანის ფულს ესე ვერ დავარღვევ. არა, საავტორო უფლებებს ადამიანის არა. საავტორო ვლადიმერ ვლადიმერიძე საავტორო უფლებებს და ხო მართალია დავარღვევ. აი ესეთ სამყაროა ხო? კი. კარგია. გიორგი ახობაძე და მთელი რუსეთის სხვა შორის მაგაზრზე აბა კოპირაიტს ყვარდა ხალხის გამოკითხვა. ამათ ისე მღანევს სოციოლოგიური გამოკვლევა. სოციოლოგიური ჩაატარა. კი, და სხვათა შორის. ახლა უთხრა რომ ულაშიც და სადღაც ფიგრობენ რომ ჩუკოტკაზე რომ კოპირაიტს ყოფილება იცი რატო არ არის? ეს იქნებოდა რუსეთის სახელმწიფოს საბოლოო და ამდენი ხნის მანძილზე ახლა საომარ პირობებში რუსეთი უკმაყოფილება იცი რატო არა მოსახლეობისგან ხელისუფლების მიმართ? დრო სახელმწიფო არ არღოს კოპირაიტის უფლება. ნუ ფილმები აქვს სხვათა შორის პირატული საიტები ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი, მაგრამ ტრამპს და სხვადასხვა ლიდერებს ისინი არიან კმაყოფილი რომ ეს რაკა ახერხებს ერთი წელიწადში 2 ტანკის ფულის და ამით ასუსტებს. კი, რა თქმა უნდა. ისინი ხო ხდებიან რომ სუსტებიან 2 ტანკს, 3 ტანკს კარგავენ, მაგრამ კოპირაიტს ხوار და არ ყვევენ. და ისინი სხვათა შორის მაგაზეც ფიქრობენ. ხო. რომ აი გვაქვს რა უფრო შანსი ახლა, იმიტომ რომ აი აკამ წაიღო ახლა ფული. ხო. ხო, 3 ტანკი აღარ იქნება გამოშვებული, ხო? ხო. გენერლები გეგმას რო ადგენენ, ნატოს გენერლები. ამას ახლა ესე ვერ გააწყობენ. ლაკას მიაქვს 3 ტანკის ფული, ხო? და ვაფშე მე ვიცი რუსეთის დამარცხების გეგმა მთელი მსოფლიო კოპირაიტზე. ლაკაზე არის აგებული. არა, კოპირაიტზე რო შეესიოს მსოფლიოს აი ყველა ხალხი. აი მეგობრებო, არ ვიცი, როგორ კიდია აი რუსეთის წესით, როგორ კიდია ეს კოპირაიტი? არა, ყველაზე მოსახერხებელი პირატული საიტები აქვს. რა შევადარო? და უკრაინას. ნუ მე უკრაინას არ ვიყენებ, რუსულს ვიყენებ. მე რუსულს. ფილმებს რო უყურებ. კაი, იყოს უკრაინასაც გქონდა რუსულს, აქ ყველაზე მოსახერხებელი პირატული საიტები. ვაფშე ალბათ, ტორენტებიც იქ ალბათ კინოგაქირავებაში ჯერ ფილმი არ არის მოხსნილი, ამათ უკვე ნათარგმნი აქვთ იმაში რაღაცა ბლუ-რეი ხარეს. კაი, მოდი გიორგი ახობაძე გავუშვით. ესე ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ამას არაფერი არ მოუპარავს. ბევრი ადამიანი ქუჩაში ეს არის. ბევრი ადამიანი ქუჩაში, ოღონ არას 4 საათით. ამ ქუჩაში უნდა გამოვიდეთ და დავრჩეთ ამ ქუჩაში. არც ერთხელ არ ყოფილა რომ 24 საათიანი პროტესტიც კი ვერ დავაორგანიზეთ და არ გვეყო საკმარისი რაოდენობის ადამიანებს იმის ნება და სურვილი რომ 24 საათი, 48 საათი, 72 საათი. ეს მათხოვარი რომ 24 საათი დაჭრება, ან 48 რა შეიძლება ამით? კაცო, მოიც მორიგეობები ხო გააკეთეს. რაღაც საღამოდან გამთენიამდე და მე გამთენიას რო სხვა ხალხი მიდიოდა. ნანუკარო წერდა კაცო რომ გამაგრდითო გამთენიას მე შემოვალ. მაგრამ მანამდე ის ხო გონდა დიაბარამიძე რომ საბნებს აფარებდა. ეგეც იყო. კი. ეხლა აი მაგალითად გამანიაკივით რო გაიგი. რილკი. რა იცი რა საკეთე. რატო არ გამოდის ხალხი, როცა გმირულად გედი და მისი მოგედები, შავიგედი, თეთრიგედი, ჩაიკოვსკის თელი ვალეტი იქ რო იმაშვება. შიმშილობს. რატო არ გამოდიან? არ რჩებიან. რატო არ მეტი რაღა უნდა გამოვიდეს შავა. მურმან დუმბაძე წავიდა. მაწყევარი კაცი. ვერც მადლობა პოლიტიკური პარტიები მივიდნენ იმ დონეზე რომ 2020-ში არ შევიდნენ მის გამოსვლად არალეგიტიმურ მის გამოცხადებას. მის არაღიარებულ პარლამენტში ეს კარგი გაკეთა, თუმცა ეხლა ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მაწყენდა. მე არასოდეს ბატონო დავით, პირდაპირ გეტყვით რომ ოპოზიციის მიმართ არასოდეს აუგი არ მithmia მოყოლებული 90-იან წლებში. იმიტომ ოპოზიციური ხმა, ჩემი ხმაცაა. შეიძლება პირადად პერსონალურად ჩემი არ არის, მაგრამ საერთო ოპოზიციური აი ერთ წამი გავწევ. უკრაინის დროში არა ბოსნიის. აი ერთ წამი გავწევ. 90-იან წლებში ამდევნებდა არა ერთ წამი. პოლიტიკური ტოტალიზატორი რო გააკეთო და კოეფიციენტები, დავით აგუბარდია რომ ვინმე შეეწინააღმდეგება, მაგას უნდა ქონდეს კუში 0. პირიქით. აუ რო დაეთანხმება, მაგას უნდა ქონდეს დაბალი კუში. რო შეო. ხო, უეჭველი 1.02. სან მარინოს ქონდა 26 კუში აი ეგეთი რა 48 და რაღაც ეგეთები. აი რაც არ უნდა თქო, კი მორმანა. ეს სხვათა შორის ცოტა ხნის წინ გაუშვით. ვიღაცას რაღაცაზე უტრაკებდა ეს დებილი ეს. რომელი? გელბახიანს. გელბახიანს და ფული არა აქვს ხალხს, იმა როგორ არა აქვს. როგორ არა მაგას გიყურეთ გუში და პირიქით როცა გადმოიღო.
მამა ხო დადია მართლა აბარა ვიყიდო და შემივიდნენ დასწრამდე რომ საქართველოში ხალხს ფული აქვს ფული აქვს ხო ჯერ ხო დაიწყო რომ ვერი გადმოვიდა კარგი ბობოხიძე აი შენ რო გაინტერესებდა ვინ არის ბობოხიძე ციკლაუში ერევა იცი აი ეხაც რო გავუჭედე ის ბოცო ესაა თუ ის არა ეს არ არის ბოცო ეს არა ბოცო ეს არის სამოქალაქო ომი ახალგაზრდებო დაიწყეთ ირაკი იბნაიშვილის ოცემა ეს არის მიშა რო ამბობ ზაბარეკადირავაც მაგ მე ორივე შესაძლოა მაგ ინფორმაცია მაგრამ მე რევა ერთმანეთს ორივე აგრესიულია თუ მაგის თქმაგი ქუთაისის არა იმერეთის რწმუნებული რო იყო ეგ არის და მაგრა ირთმევინებოდა. ნუ რა მიშაზე რო იტყოდი რამეს გამოვიდა და ხევდა ეგრევე. გინდა ჟურნალისტი ყოფილიყავ, გინდა საფერფლეს ხო ეს ისროდა. საფერფლეს არა. არა. პარლამენტის საფერფლეს ვინ ისროდა? საფერფლე პარლამენტში არც გამიგია. პარლამენტის დარბაზში. კირკიტაძე ირთმევინებოდა. კასეტასებით. კირკიტაძეს ჰქონდა გაფორმებული და შპაგას რო უშვებდა. პოტასები კი არა. წვეტასები ძალიან საშიში. იქიდან შეიძლება დანაც გამოდიოდა და ბობოხიძე იყო აი ბატონ პეტრე მამრაძეს სტარტა გიორგი არველაძის კირკიტაძე ცემა პარლამენტის დაცვის ბიჭი რატო ვერ მიცნო მაგრამ ამის შემდეგ რო შერიგდნენ ეს ბიჭი მიშა მოიყვანა სესიაზე და ღია სტომაზე და უთხრა რომ გმირი ხარო არა კირკიტაძეს უთხრა გმირი ხარო არა იმიტომ რომ კირკიტაძე ბოდიში მოიხარა ამ ბიჭსაც უთხრა და რომ თავისი აიო კაცმა ორივე რატო ერთი საწოდავი ბიჭი არ უშვებდა არ გიცნობო რა და დაიბოგმა ხო ხედა ბოგმა ადამიანო ასკია მე კირკიტაძე მე კალაკისიამაკი გაუშვით რა ეს იცი ბობოხ მაინცეცი პარი კირკიტაძე იქნებოდა იმაი რა მელვილის ფილმებში რო არის ხო პალტოები და ლაბადები მაგიმით მისული დიდი რაღაცით გაუშვით მე მგონია რომ პოლიტიკური პარტიები ძალიან გავერთეთ ქვეყნის შიგნით აი მიტინგების ესე ვთქვათ დაორგანიზებით, რომელიც სინამდვილეში თავისთავად ორგანიზდება. სამოქალაქო ჯგუფები აორგანიზებენ, უბრალოდ ხანდახან მახსენდება ხოლმე პარკვარე თუთაბერი იმას ჯარსო ჩაუდგება წინ. ეს ჯარი არსებობს ქვეყნში. ამიტომ მე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდი რომ მოდი იმ სფეროში გადაერთონ და გადაიტანონ აქტივობა და თავიანთი ძალისხმევის დიდი ნაწილი, რომელშიც ისინი შეუცვლელები არიან. ასაგები. ხო, ანუ აი ძალიან სწორად მიხვდა ყვარყვარე, რომელიც კლასიკა არის, მიშა არის ყვარყვარე, სააკაშვილი, კლასიკაა. აი ჯიგრულად იცის კარგად ვისი არის. მიშა დაჟე უფრო მაგარია. ხო. აი ნუგზარ ციკლაური გავუშვათ ახლა? წუგზარ ნიგლაური. არ გვინდა რა, დედას. ჰეგელი. წუგზარ ნიგლაური ხობოცოა. ხო. ჰეგელი, რომელიც ოპოზიციაზე საუბრობს. გეგელი. იმ ხალხს ვის მიმართაც ვიტყუებოდი, მოდი ერთობაში დამიდეკრე შემთავაზო. აი, ამიტომაც ამ მდგომარეობაში სიტყვას აღარ აქვს ფასი, ძალიან დიდი განია. მნიშვნელოვანი პრობლემებიც გვაქვს ოპოზიციური ძალები ერთმანეთის კრიტიკით არ იყოთ დაკავებული, ამიტომ მე მინდა რომ სხვა თემებზე გავაკეთოთ აქცენტი, მათ შორის თქვენ ლევოს საგარეო გოგონამ შეაჩერა ეს პალიტრას ხო არ უნდა ოპოზიციაში შუღლის დათესვა და პალიტრა აღარ ავრცელებს ალბათ ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს და მეტი პრობლემებიც არის ოპოზიციის ურთიერთდაპირისპირება ვერ გავაშუქოთო რა და ჰეგელმა სიტყვას აღარ აქვს პასიო ის როგორ უხარია ჰეგელს რომ უძახი და ჰეგელი რომ საფლავში ტრიალებს მართლა ძალიან უხარია რა ვიცი რიხოლ უკრაინელი გეგელი კი ბატონო პეტრე აი всё პეტრეკო აი всё სცენაზე გამოვიდა სხვათა შორის ქრისტიანულ პეტრეკო ხმა დაწერა ეგეთი თქვი არ მითხრა პეტრეკო ხი არ არის კაი მაშინ მე ვიტყვი ანუ ადამიანი რომელმაც რწმენა გაცვალა ფეშენზე ხო, ნუ გასაგებია. ფაჩორის ქრისტიანობას ფეშენზეც არა, შენ კიდე არა, ფეშენზე თვითონ ხა დეკლარირებულ ქრისტიანობას აქვს მოწამეობრივი ისტორია და ერთ-ერთი მათ შორის პეტრე კოლხიც უნდა იყოს, იმიტომ რომ აი შეურაცხყოფას აყენებ იმ ადამიანებს, ვინც ეწამნენ. ისტორია მაგრამ უყურე ერთის მხრივ გამოვიდა და ანაფორა გაიხადა, იმიტომ რომ შოპინგი მინდაო. და რამხელა თვითგვემაში იყო? რა იცი რომ არ ყიდულობდა. ო, ეგ მაგრამ სადაც ამოასხა მე ხო გაიხადა ანაფორა სიგნით ეცვა მოსკინო და რა ეცვა კიდე არა ბალბელი და კოლხკა ამერიკაში არამედ მე კანადიდან შემოვედი ამერიკაში რადგან კანადაში პრობლემები შემექნა
ტიტუშკების მიერ იქაც ყავს ქართულ ოცნებას თავისი ხალხი, რომლებიც ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და არ უნდათ რომ მე კანადაში მყოფილიყავი და მე დავხდი იძულებული რომ გადმოვსულიყავი ამერიკაში რადგან გავაჩერდ. ჰომოფობი და ტიტუშკა ყოველთვის ერთი და იგივე არ არის მეგობარო, ეგრე არ არის, ჩემო კარგო, ჩემო შენ რა იცი რომ მაგის გამო შეექმნა? მაგის გამო შეექმნა. ეგრე ყვება? არა, ისეთ სახე აქ რა. აი რა. შეიძლება ვინმე ის შეხვდა რა ქვია. კაცი მგდელი. ბიჭო, შეიძლება ვინმე fashion reviewer-ი შეხვდა და იმაზე გაილანძღა ეს რა საშინელება გაცვიაო. ეკაბესელია, кайხანი არ გაგვიშვედა, გავუშვა. და რატო თინა მოგწევს? მაინც როცა ამ ყველაფერს ვაჯამებ და ვაანალიზებ, ხედავ, სად არის გამარჯვების ფორმულა. გამარჯვების ფორმულა არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ამ ადამიანების ისტორიით, რომელიც სისტემას უპირისპირდება შიშველი ხელებით და მარცხდება ეს რეპრესიული სისტემა, იმიტომ რომ ვერ ამარცხებს ვერცეთ მათგანს. და ესეთი ბანალური გოლი უნდა გავიტანოთ, მეგობრებო. როგორ უნდა მოვიგოთ? იცი, აი მე გეტყვით, მე დიდხანს ვანალიზებდი ფეხბურთის მატჩებს და მოწინააღმდეგეზე ერთით მეტით გოლი უნდა გავიტანოთ და მაშინ მოვიგებთ რა. ეგ საკამათო საკითხი არ არის ეგრე. თლად, ხო შენ ზარ თუ ერთი გოლით მეც თუ გავიტან მოუგებ. ხო, აი მე ვიფიქრე ბევრი. ანუ რაში ყოფილა და მაშინ გამარჯვების ფორმულაც რაში ყოფილა? თავისუფლებისთვის მებრძოლი იმ ადამიანების ისტორიით, რომელიც სისტემას შიშველი ხელებს. ცუდი ლექსია რა. რას ამბობ, ბიჭო? როგორ ზუსტად დაასვა? ზუსტად ერთი-ერთი ამაზე. აუ და რო დაფიქრე. და სხვა შორის მე ამაზე კონკრეტული და არაზოგადი. და ვიღაცა ტიპი რო უსმენს თელი ცხოვრება რომ მიტინგებზე დადის და აი ეხა მივხვდი რომ უნდა თურმე პირველი რევოლუცია რატომაც ვერ მოხდა ეს 4 ოქტომბერს არა ხელი არ აუწევიათ ხელი არ აუწევი და ეგ იყო იმიტომ სხვა შორის ხელი გაწევით გავუშვა ბოკუჩავა ბიჭო რატო არა გავუშვა საქართველოში შეუძლებელია პატიოსანი შრომით ადამიანი ნორმალურად ცხოვრობდეს და უზრუნველყოფდეს თავის ოჯახს თუ კოცი არ ხარ თუ რუსი არ ხარ თუ რუსეთთან არ ხარ გარიგებული თუ ჩინურ ფულზე ხელს არ აწერთ თუ არაბებს არ ყიდი შენს ქვეყანას ამის გამო ადამიანები გაქცეული არიან ქვეყნიდან ისინი არასოდეს უჭერდნენ ტრადიციულად თქვენ გახსოვს ნაციონალური მოძრაობა მაგალითად იქნებოდა ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯერ კიდევ როდესაც არა საინტერესო ეგ თქვა რომ პატიოსანი შრომითო და მარდა ეს ვაი პატიოსანი შრომით. ხოცი არ არის, მაგრამ იმას დააკვირდი როგორ თქვა თუ რუსი არ ხარ, თუ კოცი არ ხარ. კოცზე მახვილი იყო ძალიან მაგარი. კოცი. და კოცი ხო რუსი ნიშნავს. რა თქმა უნდა, ერთ და იგივე ტავტოლოგია. კოცი სხვა და კოჩი. კოჩი? ორჯერ კოცი, ხო? რა მეგრული თემაა, ხო? კოცი არის, კოცი და კოჩი. ბობოლა ხო, აი კოჩი. ხო. რომა გამოიჩინა ახალია. ზოგიერთ ენაში ერთ და იგივე სიტყვა. ჩინურში სხვა მნიშვნელობა ეძღვნა. თურმე საერთოდ სხვა არის. კოცი. აი სხვა არის. კოცები არის. კოცი სხვა არის. თქვენ როგორ იცით ეგ ამბავი? როგორ? ახალი iPhone დაეთრია თინა? გამოივაჭრა. ის უკვე ის უგზავნის. გამოივაჭრა, ანუ? ილონ მასკი უგზავნის, ნუ არ იცი. ამას აქ ეხა დიდი iPhone-ის პეც შეკვეთით. ლეპტოპის ხელა. ეს იხსნება. გედევან ფოფხაძე მოშიმშილე. ჯედეონ. ეს არის 23 დღე შიმშილობის აქციის ბუნებრივია რომ ეს დღეები მოშიმშილების მდგომარეობაზე თავის ზეგავლენას იქონიებენ და დღების მატებასთან ერთად მოშიმშილებს დაჭირდებათ ყურადღება, ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ პარალელურად შიმშილობის აქციის იყოს სოლიდარობის აქცია, სოლიდარობის აქციის მონაწილეები, რომლებიც თვითონ არ შიმშილებენ, დაეხმარებიან. შიმშილობის აქცია გამართეს. მოშიმშილებს და სოლიდარული იქნებიან როგორც მათ მიმართ, ასევე იმ მოთხოვნების მიმართ, რაც შიმშილობის აქციის დაახვიეთ. ამის შიმშილობაზე ცალკეს გადასწრება 23 დღე არის შიმშილობა. ნამუსის 223 დღეა რა პრობლემა. ბაია პატარა. ამას მიშა გაუბრაზდება. რომ მივახტოვდება ნელა იმის ნიშნულს, იმის ბაია პატარა ეგავშტა. არა, მიშამ სოფლიოს ისტორია, საერთოდ ბიოლოგიის სამეცნიერო მიმართ ყველა სტანდარტი დაარღვია. მიშამ რამდენი 100 რამდენი დღე შიმშილა. იმიტომ რომ ზეკაცია ნიცშე. ნიცშე ზეკაცია და იმ. არა 100 რამდენი?
157 რა ვიცი მასზე მეტი დაჟე მე მგონი 200-ზე მაგრა ის შიმშილო 200-ზე მეტი არა გამოუვიდა ჯამში არა შიმშილობა მე მგონი 60 დღე იყო თუ არა პირდაპირ 60 დღე იყო 60-ზე მეტი იყო უეჭველი თან ბიჭო ოღონდ ცოტა ჭამდა რა ეხა მთლად შიმშილობა და აცადეთ ამას ეხა დაიწყო და იქნებ გადაუდო აი კიდე ეხა კიდე ვიდეოს ჩავხედე რა ნაგლად რო გააძრეს რომ სეფისკვერის მეტი არაფერი არ გვჭირდება თან ტიპი ძმა ორი ხელით კიშკაობს რა ვიცი ამ ხელა სეფისკვერის სად არსებობს ხო არ მეღადავები ბიჭო იქნებ დოროტეზე მე რა მაგარი მეგობრებო მე ფეხბურთში არ ვერკვევი მამარდაშვილის სტატუსზე და მის გარშემო მიმდინარე ამბები შეგიძლია გათილაპარაკო ძალიან მამარდაშვილმა მე არ ვაგზავ თავისუფლებას თუმცა მარტო ფეხბურთზე არ არის მოგვითხრა მამარდაშვილმა მოგეთ ის დასაწყისში მამარდაშვილი ხო დასაწყისში არის მნიშვნელოვანი აღინიშნოს როდესაც საუბარი არის ეროვნულ ნაკრებზე ამას განსაკუთრებით სხვა ემოციური მიმართება აქვს და უნდა გქონდეს იმიტომ რომ მაგალითად ჩვენთან არ არის საკლუბო ფეხბურთი ისე რომ საქართველოში არსებობდეს კლუბი რომელიც ქალაქობრივი დაყოფა ამისი ან რაღაც რო ან შენ ეგ მოგეწოდება და ეს პირველ რიგში ესა როგორც არის მაგალითად ინგლისში და როგორც არის ესპანეთში და იტალიაში შესაბამისად ჩვენთვის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი სანაკრებო თამაში იყო რაც უდიდესი მოვლენა დღემდე საქართველოს ეროვნული ნაკრები არის ალბათ ყველაზე დიდი რეპრეზენტატორი, კოლექტიური რეპრეზენტატორი ქვეყნის, იმიტომ რომ ერთი პირველი ეს ყველაზე პოპულარული სპორტი არის ქვეყნის მასშტაბით და მეორე იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელით აღწევენ იმ წარმატებას, რომელიც მიაღწიეს და რომელიც ეს ძალიან გვიყვარს. ამიტომ ეს როდესაც არის ეროვნული ნაკრები, შესაბამისად შენი ქვეყანა არის ეს მინი მოდელში მისი მარცხი არის გაცილებით უფრო ემოციური, შეიძლება და უნდა იყოს იდეაში. ვიდრე გამარჯვება, გამარჯვების სიხარული ძალიან კარგი რაღაც არის, რა თქმა უნდა და უბედნიერესი დღეები იყო, როდესაც ევროპაზე გავედით და შემდეგ იქ ვიასპარეზეთ და პორტუგალიას მოვუგეთ და ესპანეთთან სამწუხაროდ დავმარცხეთ და გამოვარდით მერვედი ფინალიდან, მაგრამ ეგ ის მარცხის ტრაგედია და თუნდაც ეს გუშინ ბულგარეთთან დამარცხება და მესამე ადგილზე გასვლა ამ საკვალიფიკაციოში, იმიტომ არის ესეთ მტკივნო რომ ეროვნული ნაკრები ჩვენ ეგ განცდა გვაქვს, სამშობლოს განცდა გვაქვს მაგ ეროვნულ ნაკრებთან. შესაძლოა ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა იმის მიხედვით, რომ იქ ფეხბურთელი რომელიღაცა პოლიტიკურად ჩემთვის მისაღებ განცხადებას აკეთებს თუ არა, ეგ აღარ არის უკვე არც ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა, არც მით უმეტეს რაიმე სხვა აღმატებულ გზნობასთან მიახლოება. შენ თუ მარტო ის გინდა რომ კოლექტიური გუნდის შენი ქვეყნის მინი მოდელის შიგნით ინდივიდი დაინახო, რომელიც შენთვის სასარგებლო პოლიტიკურ სტატუსს დაწერს და მარტო ამითი გამოხატო გულშემატკივრობა ან მარტო ამითი გამოხატო წყენა იმის მარცხზე და ეს შენ ისედაც საკუთარ მარცხად და საკუთარ პირად გამარჯვება და არ გაქვს დარეგისტრირებული. მაშინ არასოდეს არ ყოფილიყარ არც გულშემატკივარი, არც ეს ნაკრები არ გადარდებდა არასოდეს. კი გამარჯვებაში ალბათ ყველა ტაშს დაუკრავს, გასაკურველია, მაგრამ მარცხში გამოიცდება ეგ დროს რა არის რეალური გულშემატკივრობა, სან მართლა გეტკინა. იმიტომ რომ კითხულობ ეხლა საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე. რა დაწერა ასეთი? კიდევ ერთხელ საქართველოს ნაკრების დამარცხება წუხილის გარდა სხვა რაღაცის გამოხატვა. არა, გარდა ამისა, რა დაწერა ისეთი რომ ნამდვილი ვალენსი როცა ვაგებ მაშინაც ვალენსი კონკრეტულად. რა დაწერა ისეთი ახლა მე მეგობრებო არ ვიცი, მაგრამ ზუსტად დაწერა. არა, ნაცებს მე ჟრიამული რაზე ქონდათ, რომ ტროლებს შე რა გაუღვიძიათო და ნახეთ სულ ჩვენები ვიწერები. იო, თვითონ გაატროლა. რო შეხვალ, ხო, რო შეხვალ, თვითონ ტროლები, ჩვეულებრივი ნაც ტროლები. შეესიოთო და შეესიენ, ბიჭო. ლამის მეგი საქართველოს კომენტარიც იყო. არაფერი არ არის, არაფერი. საერთოდ ნორმალური ადამიანის, აი სპორტსმენის და ნებისმიერ ხარდაჭერა მაშინ მინდა როცა მიჭის და გვერდში დგომა. ხო, რა თქმა უნდა, ხო. ეხლა მოგებებზე ორიენტირებული ხარდაჭერა და გულშემატკივრება არ გამიგია რა. ანუ კარგად რო არის ვიღაცა მაშინ გიყვარს, მაშინ ეძმაკაცები ადამიანურია და თუ იმას გაუჭირდა არ მაინტერესებს რა. მან თავის მოვიდა რა არის ეს ნაცლიბერალური სექტი ის ქვეყანის ზუსტად იგივე მიმართება აქვს ქვეყანაზეც რა. რა თქმა უნდა. ქვეყანა შენი სამშობლო არის ის რომელიც წელში გამართულიც გიყვარს და უფრო მეტად განიცდი და უფრო მეტად ცდილობ რომ რაც შეგიძლია მაქსიმალური გააკეთო იმ ხოროს როდესაც გასაჭირში არის ხო? ანუ რავი მაშინ ომში რატომ მიდის ადამიანი საკუთარი სამშობლოსთვის? იმიტომ რომ სამშობლოს ჭირდება მიუხედავად იმისა რომ შეიძლება საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგიჭდეს ხო? და შენი ნაკრები რო აგებს
და მაგაზე რომ შენ ნიშნის მოგებით წერო, აი ეს შენ იცი რატო წააგე? იმიტომ რომ ქართული ოცნების კლიპში იყავი. და ანუ ეს რო გონია რომ აი ხა რა მაგარი მიგნება გავაკეთე და ამით ხა დავამუნათებ მე და სწორი მოქალაქე ვიქნები და ეს გამოხატული პოზიცია არის მართალი. ხო და ანუ არასოდეს არ ყოფილხარ შენ არც ქომაგი, შენ ინაკრებსა მიწვა შენ სამშობლოს სიყვარულთან მით უმეტეს არაფერი არ გესაკეთე. დიდი მადლობა. იმიტომ რომ ბოდიში მე ეს 98 წლიდან სოფლიოს ჩემს რომ ბიჭო გულშემატკი რომ ინგლისის ნაკრებს. ეგ ვიცი და ხშირად დაგებ. ანუ ინგლისის ნაკრებზე არ ჩამიქნებია ხელი, რომელსაც ცხოვრებაში არ მოუგია არაფერს, სანამ მეც უცხარ 66 წელს მე ისაც არაფერი არ მოუგება. რაც მე მაგის თამაშს უყურე სუაგებს და იმას ბალეშიკო ბოლომდე საკუთარი ქვეყნის ნაკრებს როგორ უნდა დაუდგე იმაში წინააღმდეგობაში წაგების დროს არა არ არიან ეგენი კარგი ჯამთელა და დიდი მადლობა მეგობრო ჩვენ ერთმანეთს შევდივართ ხვალამდე კაც ხვალში ხვალ რა ხოჩე ხვალ ხუჩაბათი ეს სწრაფად გარდის როგორ ხუჩაბათი ვარ მე რა თქმა უნდა ორშაბათის მოდოთ აწი და აწი მაგრა იქნება საკ კარგად